სააკაშვილის დროს დაწყებული პრობლემაა. აი რა ტიპის პასუხია ეს? ძალიან საინტერესოა შეიძლება აუდიტორიის თქვენ ამას კითხვის ფორმას აძლევთ, მაგრამ ეს ფაქტიურად ოპონენტის პოზიციაა, თქვენ რასაც ამბობთ. ფართოკის რეჟიმში ვართ ეგრეთ წოდებული, ანუ მწვავე საუბრობთ, ბატონო გია, მე კითხების დასმა მევალებაა და ჩემ პირდაპირ მოვალეობაა მწვავე კითხების დასმაც. მივესალმები, ქალბატონო ნინო და რა ვქნა ახლა. თქვენ გისმინოთ თუ პასუხი გაგცეთ. არა, როდესაც თქვენ მე თავს მესმით, ასე მივესალმები თქვენ პოზიციას. ნუ ახლა მეც ლაპარაკობ, თქვენს ლაპარაკობ, ესე არ გამოვა. ეს არ არის მტრული რეჟიმი, ეს არის რესპონდენტის მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. მადლობა ბატონო გია, მადლობა გისმენთ. თქვენ ეგრეთ რეჟიმში აპირებთ. ხო, მე არ ვაპირებ ესე გაგრძელებას. მივესალმებით თქო, მწვავე რეჟიმში მივესალმებ, მაგრამ ეს გრძელი ტირადების საუბარი არ ამგონია სწორი იყო, საშუალებას არ მაძლევთ, რომ პასუხი გაგცეთ ჩამოყალიბებული. ბატონო გია, რაზე არ გაპასუხებინეთ? მე გეკითხებით. კარგით, მაშინ თქვენი ლაპარაკეთ, მე გავჩერდები. მოგისმენთ, მე მაქვს შეკითხვები თქვენთან. რა ტიპის შეკითხვები გაქვთ? თუ შევცვლით როლებს და თქვენ გინდათ რომ გავაგზავნოთ, მე ვიქნები ჟურნალისტი და თქვენ იყავით რესპონდენტი და ესე ვისაუბროთ. ბრძანეთ თუ რამე კითხვა გაქვთ ჩემთან, ამის შემდეგ მე ვეცდები რომ გავაგრძელო ის რეჟიმი. არა, მე არ გეუბნებით. მდგომარეობა უარესდება ვამბობ. თქვენ ამბობთ, რომ თქვენ მააბრალებთ, რომ მე თვითონ არ მესმის, რომ უარესდება მდგომარეობა, ცუდი მდგომარეობაა. აი თქვენ ისეთ კომენტარებს აკეთებთ, რასაც იმეორებთ ფაქტიურად მე რასაც ვამბობ. აქ არის რთული სიტუაცია შექმნილი, გეუბნებით, რომ ამ სიტუაციაზე ნავთს ყავს ის არასწორი შეფასებები, რომელსაც აკეთებენ ოპონენტები ხშირ შემთხვევაში თავისი პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად და რასაც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ შესაძლებლობას განვითარებას უქმნის ზოგიერთი მედია საშუალება. ეს რეალობაა, მე რასაც ვხედავ. რასაც თქვენ ამბობთ, მე აბსოლუტურად გეთანხმებით, ვითარება ამასთან დაკავშირებით შვებას ვერანაირს ვერ აძლევს, მაგრამ როგორც კი ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რას აკეთებს ამისათვის საქართველოს ხელისუფლება, კატეგორიულად არასწორია ვთქვათ, რომ ჩვენ ვაბრალებთ მარტო მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ და ამით ვამთავრებთ საქმე. შეხედეთ რა ხდება. რამდენი შემოტევაა და რამდენი მცდელობაა, რომ სიტუაცია აერიოს და დესტაბილიზაცია მოხდეს. გინდა შიგნით, გინდა გარეთ. ამ ვითარებაში ჩვენ ვახერხებთ ჯერ ესეთი საკმაოდ სერიოზულ პროგრესს საგარეო ურთიერთობების და საგარეო ფორმატებში და მეორე მაინც ვახერხებთ გავაგრძელოთ ურთიერთობები რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატში, რომელიც ყოველთვის ჯობია ომის ფორმატს. აი, მე მაინტერესებს რა პოზიცია გაქვთ სწორედ აი ამ კონტექსტში, რაც ახლა თქვენ ბოლო წინადადებად თქვით, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტთან